პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ვიდეოებიც დაურთო ეველინ ფარკასის, ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის ინტერვიუები და ნამონარიდები. 2022 წელს რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი ამბობს, რომ რუსეთი უკრაინაში ომს ვერ იგებს და მას არ შეუძლია ახალი ფრონტის გახსნა. ჟურნალისტის დამაზუსტებელ შეკითხვაზე არის აღქმა, რომ რუსეთს მაინც აქვს რესურსი პრობლემები გაზარდოს საქართველოში. ეველინ ფარკასი პასუხობს: მერე რა? ეს წამოწდენილი ფრაზა კი პარლამენტის თავმჯდომარის თქმით ყველაზე ზუსტად აღწერს ომის მხარდამჭერი ამერიკული და ევროპული პოლიტიკური ელიტის დამოკიდებულებას ქართველი ხალხის და მისი უსაფრთხოების მიმართ. მაგრამ საქართველოს დღეს ნაკლები საფრთხის ქვეშაა რუსეთისგან, რუსეთის შემოჭრის, რუსეთის სამხედრო მოქმედების მხრივ, ვიდრე წარსულში იყო. ასე ფიქრობთ? დიახ, და რატომ? იმიტომ, რომ ვლადიმერ პუტინი ვერ იგებს უკრაინაში. ამიტომაც, როცა ის ესტონეთს ემუქრება, რასაც გასულ კვირაში აკეთებდა, მე ვამბობ, არ მიაქციოთ ყურადღება. ის ამას ამბობს მხოლოდ დასავლეთის დასაშინებლად, რომ ჩვენ არ მივაწოდოთ უკრაინას გაზრდილი მხარდაჭერა. მას ახლა არ შეუძლია ახალი ფრონტის გახსნა. ის ვერ გაიმარჯვებს უკრაინაში. ასე დარწმუნებული ხართ? ვინაიდან არის ასეთი აღქმაც, რომ რუსეთს მაინც აქვს საკმარისი რესურსი, რომ პრობლემები გაზარდოს საქართველოში? მერე რა? არ ვიცი. მაინც ვერ გაიმარჯვებს, მას შეუძლია, ვიცი, საგუშაგოებს წევს სამხრეთ ოსეთთან საზღვარზე. კი შეუძლია ეს ყოველდღე აკეთოს, მაგრამ ის ვერ გააკონტროლებს საქართველოს და საბოლოოდ დასავლეთი და საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს მხარეს არის და დავრჩებით საქართველოს მხარეს ზუსტად ისე, როგორც უკრაინაში ვართ უკრაინის მხარეს. მონაყოლიც გავიხსენო, თქვა, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, როდესაც მასთან ერთი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი ასეთი ტიპის საუბარს აწარმოებდა. ირაკლი შეეკითხა, რომ კი, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ, ჩვენ რამდენი დღე შეგვიძლია რომ ვიომოთ? რამდენი დღეს გაუძლებთ და 3-4 დღე ალბათ. მე 3-4 დღეს გულისთვის ვყავთო. არა, მე თქვენო 3 მილიონი ხართო და 60 დღეში ყველანს კი ვერ გამოხოცავენ. მე შეგიძლიათ პარტიზანულ მოძრაობით დღეში გახვიდეთ და ჩვენ მოგაწვდით და გეხმარებით და იქიდან იომოთ. ნახეთ, ორი ფონდი აკრძალა ტრამპმა. ერთ-ერთის მაღალჩინოსანი, ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, რომელიც მე შემხვდა. ორიდან ერთ-ერთი. აქ მე კონკრეტიკაში აღარ შევალ, მაგრამ ორიდან ერთ-ერთი ფონდის ხელმძღვანელი იყო, რომელიც მე პირადად მესაუბრებოდა და როცა მიიღო უარი, აი ამ მოთხოვნებზე ხო, რაც უკავშირდებოდა ომს, როცა ომი დაიწყება, ველი თქვენგან ქმედებებს ამაზე იყო საუბარი და დაკონკრეტებულიც იყო ოკუპაციის შემდეგაც უნდა გაგვეგრძელებინა ბრძოლა 3,700,000 ხართ, ყოველას ვერ დაგხოცავენ, უნდა გახვიდეთ ტყეებში და დაიწყოთ პარტიზანული ომი.